ოცნების ახალი გზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებს პროპაგანდისტ ზაზა შათირიშვილის პირით მორიგ ვრცელწერილში ტრამპი ომის პარტიის მთავარ წარმომადგენლადაა მოხსენიებული. ტრამპი ომის ხელშემწყობი და გამჩაღებელი უფროა ვიდრე მშვიდობის მტრედი წერს შათირიშვილი. წერილის ბოლოს ის ოცნებას მიმართავს დაასრულონ სირაკლემის პოზიციაში ყოფნა და ამ ყველაფერზე საჯაროდ უკვე თავად ისაუბრონ. ქვემო ქართლში 20 წლის გოგო ცოლად-შერთვის მიზნით გაიტაცეს და გააუპატიურეს. გამოძიების მიხედვით 30 წლამდე ბრალდებულმა გოგო თანამზრახველების დახმარებით მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში წაიყვანა და მასზე სექსუალურად იძალადა. მომხდარზე 3 პირი დააკავეს, მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები თბილისში 20-დან 8 ვეტერინარულ კლინიკაში დარღვევები გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქმიანობა შეუჩერა 2 ობიექტს. ირანში ერფან სოლტანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავდაპირველად 26 წლის ახალგაზრდას დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. თუმცა მსოფლიო ყურადღების შემდეგ თეირანმა ინფორმაცია მალევე უარყო. ლოს-ანჯელესში გრემის დაჯილდოების 68-ვე ცერემონია გაიმართა. 2025 წლის საუკეთესო ალბომად პუერტორიკოელი რეპერის ბედ ბანის ალბომი დასახელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთავარი ჯილდო მთლიანად უცხო ენაზე ესპანურად შესრულებული კომპოზიციების ალბომმა მიიღო.